მეგობრებო, დილამშვიდობისა, მოგესალმებით ყველას, როგორ ხართ, ხომ ხართ ყველანი კარგად. მე ცოტა არა კარგად ძალა გამოცლილი, აი გორი ძალა გამოცლილი ვერ გიხსნით. ვიკეთებ ყავას, სანამ ეხლა ავდექი, აი ამ წამს ავდექი, სანამ ყავა შეგრილდება. ძალიან ცოტა მდუღარი არ იქნება, მე მოწესრიგდები ერთი წუთი. როგორც გითხარით, მე ძალიან ძალა გამოცლილი ყავას ვიკეთებ. წინა დღეს კარფურში აქცია იყო, ეს არის სხვათა შორის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ყავა. ძალიან უმწონს. და კარფურში იყო 1+1 და რა თქმა უნდა ვიყიდე დიდი ხანია ესეთი ყავა არ დამილევია. ამიტომ ვიყიდე. რომელი საათია? 12:25 წუთია და როგორი შეგრძნება მაქვს. თითქოს გრამი არ მეძინა, თითქოს აი არ ვიცი, მთელი ღამე ვსვავდი და დილას გავიღვიძე ყველაფერი რომ რაღაცნაირად დამციმებული ვარ და რაღაცნაირად, მაგრამ აი არ ვიცი რატო. საღამოს არ გვხვდები დაახლოებით რატომაც, მაგრამ აქეთ გადავჭდეთ. აი ეს დაახლოებით ხვდები რატომაც ვარ ესე, იმიტომ რომ გუშინ ხამით ძალიან ვინერვიულე, განვიცადე. ორი სხვადასხვა ამბავი. შიკ შაკ შოკ არის ყველაფერი, მაგრამ ვფიქრობ ყველაფერი დავაგდება ჩემს სასიკეთოდ. სხვანაირად არ შეიძლება სხვის სასიკეთოდ. იცით რა არის, კარგად სასიკეთოდ რო იყოს, ოკეი, პირიქით გამიხარდება. მაგრამ როდესაც ცდილობენ რომ გავნონ, რა თქმა უნდა მათ სასიკეთოდ არ უნდა დამთავრდეს არაფერი. გაჩვენებთ ახლა პირველი ჩემი ნერვიულობის მიზეზი რა არის. აი აქ ვზივარ. გუშინ ალექსანდრა ღამის პირველ საათამდე ჩემთან ერთად იჯდა. ჩემთან ერთად ძერწავდა. მე ვწერდი და ვწერდი, ალექსანდრა ძერწავდა და ძერწავდა. რაღაცები გამოუძერწია თან გაჩვენებთ. უტულედლებს, აკეთებს. და მე ვიჭექი და ვწერდი იმას, რაც მოითხოვა მოსამართლე. და ძალიან რთულია, მინდა გითხრათ ამის წერა. ძალიან რთულია. ანუ რაღაცნაირად აქვს, ანუ რაღაცნაირად წერია იქის და ერთიანად თავი მოუყარო, ძალიან რთულია. ამიტომ მე უკვე დავიწყე პუნქტებად წერა და მე ამ ყველაფრის საერთო შინაარსი, როგორ გითხრათ, მაგალითად სიტყვაზე ვთქვათ, თუ საუბრობთ ჩემს ყოფილ მეუღლეზე, როდის, სად, როგორ, რანაირად და მე კიდევ სადღაცას იქ ქვევით უნდა იყოს მაგაზე საუბარი, ანუ ეს ყველაფერი გავაერთიანე ერთ თავში, მე გადავედი ბავშვზე, მე გადავედი ჩემს საქმიანობაზე, შემდეგ, მოკლედ რა, ძალიან რთულია ეს ყველაფერი, ძალიან მე მერთულება. კი იცით. პროფესიით არ ვარ ადვოკატი. და მსგავს რამეებთან ესე განსაკუთრებით საქართველოში ახლა პირველი იქნება ჩემი და სასამართლოს კონექტი. მაგრამ არ ვიცი, აი რატომ უნდა იყოს ბრაზდები იმაზე და მაცოფებს ის ფაქტი, რომ რატომ უნდა იყოს ახლა ეს საწვალებელი, რატომ უნდა იყოს ახლა ეს საპრობლემო, აი რატომ
ჩემთვის ვითხოვ რამე ის არა. ანუ ჩემთვის რომ ვითხოვდი, ოკეი. ანუ ჯიბში დამიდექი და მოდი, ვიომოთ. მაგრამ მე ხო ამას ჩემს სასიკეთოდ არ ვითხოვ, ეს არის ალექსანდრასთვის ყველაფერი. და როდესაც ქორწინებაში ვიყავით, ანუ საქართველოს მოქალაქეობას გაკეთებას ვერ დაასწრებდი, ისეთი მონდომებული იყო ჩემი ყოფილი მეუღლე, რას ლაპარაკობ, თვითონ დარბოდა თარგმანზე, საბუდა ყველაფერზე თვითონ დადიოდა. და მაშინ ეს ყველაფერი უნდოდა, როგორც ვამბობ და ვთქვი სასამართლოზე, როცა უნდა ცოლი მოყავთ და მიყავთ თავის ქვეყანაში და როცა აღარ უნდათ. აქაც ასეა, როცა უნდოდა, მაშინ აკეთებდა ყველაფერს ამ ყველაფრისთვის. როცა აღარ უნდა, აღარ არის თურმე საჭირო, მაგრამ ახლა უკვე ჩემთვის არის საჭირო. ცოტა მოვახალ. მოდი ეს სად დავდოთ, აქეთ დავდოთ, რომ არაფერი დაგვისვაროს. ახლა უბრალოდ ვიჭარავებ, მე როცა მოწესრიგდები და დავბრუნდები. ხო და მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ვწვალობ ახლა აი ამ ყველაფერზე. წინა დღეს თქვენ ნახეთ ვიდეოში, ხო, გზა რო ამერია სასამართლოში რომ მივდიოდი. გზა ამერია, სხვა მხარეს უნდა წავს ვიყავი, მე რატომღაც მახსოვდა იქით მხარეს და მოკლედ ამერიკის საელჩოსთან რო ჩამოვედი ავტობუსით წავედი სულ სხვა მხარეს, იმიტომ რომ რატომღაც იქით მახსოვდა ქუდვილიც და ყველაფერიც, მაგრამ თურმე ნურას უკაცრავეთ ნანუ და საერთოდ სულ სხვა მხარეს მიდიხარ, მე მგონი ქალაქიდან გახვედი. ძალიან ვიწვალე. მაგრამ მაინც მივედი, მაინტერესებდა რა მოხდა, ანუ აქ რაღაცა დავდივარ სასამართლოში, ხომ მოვუჩი ყველაფერს. კი მეგობრებო, იქ ყველაფერს რა ვიცი, მე მგონი მოვუჩი, რა ვიცი, აქ ჩემთან არაფერი არ ჩამოსულა. არც ვიცი სიმართლე გითხრათ, არც ვარ ჩახედილი იქ რა ხდება. არაფრის აზრზე არ ვარ, არც საქმის კურსში არავინ არ მაყენებს. აქ რაც ხდება, მოგიყვებით ეხლავე, იმიტომ რომ კომენტარებში ძალიან ბევრს აინტერესებდა რა ხდება და რატო დაურბივა რამდენს და რა მინდა სასამართლოში. მოკლედ თქვენ იცით რომ ალექსანდრას აქვს ორმაგი მოქალაქეობა, ხო? ეს ჩვენ ქორწინებაში როცა ვიყავით და ალექსანდრა იყო 6 თვის, მაშინ გავუკეთე, მადლობა ღმერთს, როგორი ჭკვიანი გოგო უყოფილვარ, მაშინ გავუკეთე ალექსანდრას საქართველოს მოქალაქეობა, იმიტომ რომ მე ვარ საქართველოს მოქალაქე და რა თქმა უნდა, მეც მინდა რომ ჩემ შვილს კონდეს საქართველოს მოქალაქეობა, ხო? 18 წლის რო გახდება, მე უკვე თვითონ აირჩევს ყველაფერს, მაგრამ ახლა ჩემთვის რა, ანუ სრულწლოვანი გახდება ალექსანდრა, ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქტის ახეზია, ხო? რამდენი ომის გავლა გიწევს, ну, მოკლედ დედას შვილს ვერავინ ვერ წაართმევს, მაგრამ მაინც, როდესაც ასეთ რამეებში ხარ დაზღვეული, ყველაზე მთავარია ჩემთვის. რაც შეეხება ახლა პასპორტს, გაუვიდა ვადა, ალექსანდრას პასპორტს გაუვიდა ვადა და აქ რო გადმოდიოდით საცხოვრებლად მე და ალექსანდრა, მაშინ ივანს ვთხოვე რომ გაეკეთებინა ყველანაირი თანხმობა. ანუ ხო იცით რომ ივან წინააღმდეგი არ ყოფილა, როცა მე ალექსანდრა საქართველოში გადმოვყავდა საცხოვრებლად, ის კი არა პირიქით ამბობდა რომ ანუ თავიდან მქონდა მომენტი რომ აი ჩემს ადგილას წარმოიდგინე თავი, აი რომ მიყავს ახლა ჩემი შვილი, მე მას ვერ ნახავ. ჩემი პასუხი ის იყო, შენ რა ვიცი, ოდესმე როცა შენს არასწორ საქციელებს და ნაბიჯებს დგავდი, ოდესმე თავი ჩემს ან ჩვენს ჩემი შვილის ადგილას წარმოიდგინე თქო და რა თქმა უნდა ამაზე პასუხი არ ქონდა. თუმცა მე მითხრა რომ უნდა ვიფიქრო ამაზე, მეთქი რაც გინდა ისქენი იფიქრე, ანუ სადაც იცხოვრობს დედა, იქ იცხოვრობს შვილიც, ხო? всё, გამორიცხულია. ანუ შენ იფიქრე რამდენიც გინდა, შემთავაზე ის რაც გინდა, როგორ გინდა შვილის ნახვა და ასე შემდეგ, ანუ მე არ მაინტერესებს. ანუ ამას არ ვეუბნები, უბრალოდ ჩემში მაქვს სიმშვიდე, იმიტომ რომ მე ვიცი რა მინდა, მე ვიცი რა უნდა გავაკეთო.
და მე ვიცი რომ სადაც არის დედა, იქ იქნება შვილიც, ხო? ხო და ერთი რამდენიმე დღეში როცა ალექსანდრა წაიყვანა თავისთან და უკვე მომიყვანა, მითხრა რომ იფიქრა ამაზე და ფიქრობს რომ ძალიან კარგი იქნება საქართველოს კლიმატი და საქართველოს ალექსანდრასთვის ამ დადებითად აისახება მასზე თურმე და ამიტომ წინააღმდეგი არ იქნება რომ წავიყვანო ალექსანდრა ქვეყნიდან და შევთანხმდით იმას რომ წელიწადში ერთხელ ორჯერ ჩამოვიდოდა და ინახულებდა თავის შვილს ან იქით წაიყვანდა თუმცა წელიწადი და 4 თვე გავიდა რაც ჩვენ აქეთ ვცხოვრობთ და რა თქმა უნდა მხოლოდ ტელეფონით ეკონტაქტებიან ერთმანეთს ხოლო როცა ჩვენ ვიყავით მოსკოვში მე ვუთხარი ანუ მე არ მელაპარაკება ალექსანდრას ვათქოვინო რომ იქნებოდა მოსკოვში ამ და ამ თარიღებში და ჩამოსულიყო და ეინახა ან წაეყვანა ცოტა ხნით ალექსანდრა თავისთან იცით რომ ბელორუსი და რუსეთი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან თუმცა აქაც რა თქმა უნდა ანუ ეს არ გააკეთა ეხლა ძალიან შორს მივყავი რა ამ ყველაფერს უბრალოდ დაახლოებითი ესეთი სურათი რო გქონდეთ პრინციპში იცით ყველაფერი ხო რო ჩამოსულიყო და ენახა ალექსანდრა აუცილებლად ბლოგებში ამაზე ვისაუბრებდი ხო და ალექსანდრას პასპორტს გაუვიდა ვადა და ახლა არ მაძლევს არანაირ თანხმობას არანაირ დოკუმენტებზე ანუ არაფერზე და აქვს ჩარჩენილი ის რომ მე ყველანაირ სასამართლოზე ყველანაირი პროცესი ჩემს სასარგებლოდ დასრულდა და მეუბნება რომ სანამ არ ამოვეწერები მოკლედ მათი სახლიდან მანამდე ცოცხალი თავით არანაირ თანხმობას არაფერზე არ მომცემს და ასე მე ვაჭრება ერთი სიტყვით რო ვთქვათ მაგრამ ვერ გავიგე ახლა ეგრე სათხდება ეს რაღაცა არამსგავსი საქციელი ჩემთვის ამიტომ მე ვიცი რომ საქართველოშიც არის სასამართლო და ვიცი რომ ამ ყველაფრით შემიძლია მოვაგვარო ჩემი პრობლემა და მადლობა ჩემს ყოფილ მეუღლეს რომ ამ ყველაფერში ისე გამომწაფა რომ რა თქმა უნდა არაფერში უკან არ დავიხევ ძალიან დიდი იმედი მაქვს ეხლა უკვე როცა ეს ყველაფერი ძალიან გულწრფელად და დაწურილებით დავწერე აუცილებლად განიხილავს მოსამართლე ჩემს გულის ტკივილს ჩემს პრობლემას ჩემი შვილის პრობლემას ასევე იმიტომ რომ ეხლა უბრალოდ რო ავიღოთ ყველაზე მარტივი მაგალითი ეხლა მივფრინავთ მივდივარ საბერძნეთში და ალექსანდრა ვერ მიმყავს იმის გამო რომ არ მაქვს ბავშვისთვის საბუთი მზად და ამიტომ მიწევს რომ დავტოვო ანუ აქ განა ის რომ მარტო ალექსანდრას აქვს ხელფეხი შეკრული ანუ აქ უკვე მეც მითრევს ჩემი ყოფილი მეუღლე და როგორ გითხრათ რა თუ ზედმეტად სადმე წასვლა მომინდება უფრო მეტი ფიქრი დამჭირდება იმისთვის წავიდე თუ არა ან ბავშვი სად დავტოვო ის დავუტოვო ვაიმე ბავშვი ვერ მიმყავს ვაიმე ანუ ძალიან ბევრი მე ესეთ რაღაცა ტრიალებს რა და ამიტომ ცოტა მეც მეხება ეს ყველაფერი და მეც მბოჭავს ხო ამ ყველაფერში ეხლა პირველი მომენტი და პირველი შემთხვევა იქნება როდესაც ალექსანდრა ამდენი დღით უნდა დავტოვო მარტო ანუ ყველაზე ჩემი მაქსიმუმი არის ერთი დღე როდესაც ანუ ერთი ღამით დაუძინია ჩემ ისიც თითზე ჩამოსათვლელად სხვასთან დედაჩემთან და მინსკში ნუ მამას მიყავდა ხოლმე 2 დღით ყველაზე მაქსიმუმი უბრალოდ და ბებიას მიყავდა ხოლმე ერთი ღამით всё ეს იყო და ეს მაგრამ ახლა უკვე მივდივარ 5 დღით სკოლა მთელი ამბებია ხო და მომიწევს რომ დავუტოვო დედაჩემს მე მესმის ყველაფერი თქვენ იცით რომ მე ჩემი შვილი ხო ჩემზე მორგებული შვილია მაგრამ ანალოგიურად მეც ჩემს შულზე მორგებული დედა ვარ და ჩემი შვილისთვის თავს არ ვზოგავ და მაქსიმალურად არ ვიცი ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ ჩემი ეს მთლიანი დრო
დავუთმო ჩემს შულს. ცოტა არასწორია, სიმართლე გითხრათ, ცოტა არასწორია. ესეც არ შეიძლება, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ანუ მე არ მინდა მარტო საქართველოში ჯდომა და მთელი ჩემი ესე ვთქვათ ახალგაზრდობის ასე გატარება, რომ ცხოვრებაში ვერაფერი ვერ ვნახო, ანუ სანამ ჩემს ყოფილ მეუღლეს რომ ანუ მის გადაწყვეტილებას რომ უსვინოთ ხო, მე რაღაცა 18 წლამდე უნდა ვიჯდე ჩემს შულთან და იმის იქით ვერაფერი ვერ უნდა ვნახო და ასე არასწორია. ასე ძალიან არასწორია, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მე და ჩემო შვილმა ერთად ვიმოგზაუროთ და ესე ერთი საქართველოს პასპორტის ნაცვლად, ესე ორი მეჭიროს. ყველაზე ბედნიერი ვიქნები მაშინ და ვფიქრობ, რომ ეს ამბავი აუცილებლად უნდა განიხილოს მოსამართლემ, აუცილებლად უნდა განიხილოს და აუცილებლად ჩემს სასიკეთოდ, ჩემი და ჩემი შვილის სასიკეთოდ უნდა გადაწყდეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე მინდა რომ ჩემმა შვილმა საქართველოს და ბელორუსის და რუსეთის გარდა რამხელა სამყარო ხო ყველაფერი ნახოს. მე არ ვამბობ რომ ვაიმე ფული გადაგვდის და გინდა თუ არა ახლა რაღაცა მე ჩემ შულს ყოველ წელს რაღაცა ვამოგზაურებ და ამას ვიზავთ. არა, საერთოდ ამას არ განვიხილავ. უბრალოდ ჩვენ როცა ქორწინებაში ვიყავით, მაშინ შოუპერდით ალექსანდრა ძალიან პატარა იყო, მაშინ მახსოვს მისაღებ ოთახში ვიჯექით და ტელევიზორში რაღაცა გადაცემა იყო დისნეილენდზე და ალექსანდრა მაშინ ფანი იყო მინი მაუსზე, ეკეტებოდა მინი, აი ყველაზე მეტად ეგ უყვარდა და რაღაცა ეს გადაცემა რო იყო, აი ძალიან დახრთოვანებული იყო, აი ეს ხტუნაობდა ძალიან და ვაიმე მეთქი ხა როგორ გაუხარდებოდა თქო დისნეილენდში რო იყოს თქო რა, აი რო წავიყვანოთ თქო და მე რო ვიფიქრეთ, ანუ ეხა ძალიან პატარა არისო თქვით, ეხა ვერც არც დაამახსოვრდებაო და მაშინ თქვით რომ აი პირველ კლასში რო გაუშვებდით ალექსანდრას, პირველ კლასში რო წავიდო და მაშინ წაგვეყვანა პარიზის დისნეილენდში, მაგრამ რა მოხდა? პასპორტს გავიდა ვადა და ახლა მეუბნება რომ ალექსანდრას აქვს მშვენიერი ქვეყნის ანუ არ ვწინააღმდეგები მშვენიერი ქვეყნის ბელორუსული პასპორტი და ცოტა როგორ მითხრა ამითაც შეუძლია მოგზაურობა თუმცა ანუ ბელორუსული პასპორტი რო წავიყვანო ჩემს ყოფილ მეუღლეს 18 წლამდე აქვს ესეთი მინდობილობა დაწერილი, სადაც მინდა იქ წავიყვან ალექსანდრას. მაგრამ ის ბელორუსული პასპორტით. დამჭირდება ვიზა, ხოლო ვიზაზე რო წავიყვანო ალექსანდრა, ისევ და ისევ მჭირდება მისი თანხმობა და ვეუბნები, რომ ისევ და ისევ, ანუ მეთქი არ მაქვს კარგი, ოკეი, ანუ ჩემთვის მთავარი არის, რომ ჩემ შულს რაღაცა ვაჩვენო ცხოვრებაში, ხო? ოკეი, მეთქი მაშინ მომეცი ვიზაზე თანხმობა და წავიყვან ალექსანდრას. და ასე მითხრა, შენ ხო მაგარი გოგო ხარ, შენ ხო ყველაფერს აკეთებ, ხო და მიდიო და გააკეთო და თუ ვერ აკეთებო, ხო? მაშინო დაჯექიო რა, ერთ ადგილზეო ეს დაჯექიო და ნუ მოკლედ რა რუსულად მითხრა ძალიან ისე. მაგრამ რა ვიცი, მგონი ძალიან კარგი მაგალითი ქონდა იმისა, რომ ნანუტას არ შეშინებია მინსკში და ერთი წლის განმავლობაში ყოველ ორშაბათს ლამის დადიოდა 13 ჯერ ვიყავი სასამართლოში. რა თქმა უნდა, შიშით მივდიოდი, რაღაცნაირი შეგრძნებით მივდიოდი, მაგრამ მე უკან არ დამიხევია და მგონი ძალიან კარგი მაგალითი აქვს და უნდა ახსოვდეს ის ყველაფერი, რომ ნანუტას უკან არ დაუხევია და ახლაც ანალოგიურად მოიქცევა. უბრალოდ, აი ამის დაწერა არის ძალიან რთული, ძალიან რთული. იცით რა არის? ყველაფერს ვერ დაწერა, ანუ ყველაფერი არ აინტერესებს შენი მოზრან, ყველაფერი არ აინტერესებს, კონკრეტულად აინტერესებს რაც აი ამ ყველაფერს შეეხება. ხო და მეშინია რომ ან ბევრი არ დავწერო, ან პირიქით რამე არ დავაკლო. არ ვიცი, ახლა ვფიქრობ, დავწერო ის რომ ალექსანდრას აქვს
ბელორუსის პასპორტი, სადაც მამას ჩემთვის აქვს გაკეთებული მინდობილობა 18 წლამდე, ანუ დავწერო თუ ისიც არ დავწერო, ანუ რა გავაკეთო. ვატო. და ეს ყველაფერი მაღიზიანებს და მაბრაზებს. წავალ ხოლმე მოუწეს შეგდები, დაგიბრუნდებით და ყავადაბლიოთ გემრიელად. წავით. ალექსანდრუშკამაც გაიღვიძა, მე აქ ცოტა მოვფანტა ეს ქაღალდები და გადმოვიდგი ჩემი უგემრიელი სიყავა, ძალიან გემრიელი გამოვიდა, ძალიან გემრიელი. თან ზუსტად იმ ტემპერატურის არის, რა ტემპერატურის ყავის დალებაც მე მიყვარს, მე ვიტყვი დუღარეს, აი ზოგი ხვალ, რომ დუღარეს როსავენ არ შემიძლია. გუშინ სასამართლოდან რომ მოვდიოდი მაშტყმოდიოდა დიდუბემდე და დიდუბიდან წამოვედი მეტროთი და ჩვენთან 11-ელზე ესე რომ ამოდიხარ მეტროდან არის ეგრევე ის რა ქვია მაღაზია უნივერსამი ქვია და აცხობენ პურს და ფუნთუშებს ხმერთო რა გემრიელია ვინც გუდანში ცხოვრობთ გეცოდინებათ უეჭველი ხო და გუშინ წამოვიღე ეგენი ალექსანდრასთვის წამოვიღე ალუბლის ფუნთუშა და უკვე გვიანი იყო და რა თქმა უნდა მას ვერ შევჭამდი და ცოტათი მოვიტეხი და ღმერთო როგორი გემრიელი იყო და ამ დილას ახლა რომ გავიღვიძე ფიქრობ ახლა ხო არ დავიწყო თქო ფუნთუშა და ყავა მაგრამ არა ბადრიჯანი ვიყიდე და ხო ისეთი რაღაცნაირი გაწეწილ სალათს რო ეძახიან მოკეთ რომ უნდა მოწვა ეს ბადრიჯანი და მე რომ უნდა გაწეწო და ბულგარულს დავუმატებ, ხალხს დავუმატებ, ნედლი ხალხი მიყვარს, მოხარშულს და შემწყვეტს ვერ ვიდან მეზღება არ არსებობს ეგ ჭამა. გამორიცხული ალექსანდრასაც არ უყვარს და არც ვაწალებ. თუმცა წვნიანს და რაღაცას რო ვაკეთებ, პატარა თავებს ყიდულობ ხოლმე ყოველთვის ხალხებს და მთლიანად ვაგდებ, რომ ეს არომატი და გემოზე ვგიჟდები, მაგრამ ჭამით ეგ რომ არ არსებობს. ბუჯდაროვა. ეხლა დილიდან ალექსანდრუშკას გავუკეთებ ფაფას. მე რა ვჭამო დილიდან? ძალიან ეს რაღაცა ბადრიჯნის სალათები ვჭამო, არ მინდა. შეიძლება რამე კვერცხი გავიკეთო, ან ყიყლიყავები გავიკეთო. არ ვიცი რა მინდა სიმართლე გითხრათ. არც მინდა ალბათ ჭამა და მაგითო ვარ უფრო ესე რომ არ მინდა. ბუჯდაროვა, ჯამთელობა. ჩვენ სკოლაზე ამბობენ რომ ორშაბათიდან არ ვიცი ზოგი გადადის და ჩვენ რატო არ გვაქვს ეს ინფორმაცია არც გვივლია სხვათა შორის ეს კვირა სკოლაში მაგრამ არც არაფერს არ იწერებიან და საინტერესოა ღმერთო დიდებულო ნეტა პირველი ცვლა გითხრან მაინც რომ იცით რა მოდით იყავით პირველი ცვლა და ღმერთო რა შვება იქნება ჩემთვის ვერ გიხსნით რა კარგი იქნებოდა ეხლა შეკვეთები მქონდა ძალიან ბევრი დავბუსტე ინსტაგრამზეც და ფეისბუქზეც და საკმაოდ კარგი შეკვეთები მქონდა თუმცა გუშინ გაითიშა ეს ყველაფერი და დღეს ხელახლა მინდა გავაკეთო ახლა საკიდები და მინდა რომ დავბუსტო საწოვარას საკიდები და ძალიან დიდი იმედი მაქვს კიდევ და კიდევ იქნება შეკვეთები. ჯერ არ გაქვთ ჩემი სამუშაო ინსტაგრამი ძალიან გამახარებს და გვერდში დამიგებით რაც ყველაზე მთავარია. აი აქ რომ კარგად გამოჩნდეს, დავტოვებ ჩემს ინსტაგრამს. გადახედეთ არ ვიცი თუ სულად ხართ ან არ ვიცი თქვენი მეგობარი ელოდება, თქვენი რძალი ელოდება, არ ვიცი შვილი ელოდება. პატარას ძალიან კარგი რაღაცების შერჩევა შეგიძლიათ ჩემთან ნანუტა კიდზე. ცოტა ეძვირებათ ხოლმე, მეგობრებო, ცოტა გეძვირებათ ხოლმე ჩემთან რაღაცები, მაგრამ მართლა მთელი გულით და პასუხისმგებლობით ვამბობ იმას, რომ ზედაპირულად არ ვკერავ. მაგალითად, ერთი ქსო, მაგალითად, გამოსაკრავი ბალიშვები ღირს 110 ლარი, სხვანაირად ვერ გავყიდი, შანსი არ არის, გამორიცხულია. იმიტომ რომ ვკერავ ნახეთ. ქსოველი ხო საჭიროა. ქსოველის შიგ თავსი ხო საჭიროა ეს თხელი სინტიპონი. იმის გამო ან ორმაგი ქსოვილით უნდა შეკერო, ან შიგნით უნდა ჩაუფინო სინტიპონი სპეციალური. მე სპეციალურ სინტიპონს ვუფენ. შემდეგ როცა ვაუთავებ, всё, ეს ყველაფერი ერთმანეთს კარგად ეკურის. ასე კონტაქტში შედის ქსოვილები. მოკლედ ეს ყველაფერი ერთმანეთს კარგად ეკურის და შემდეგ უკვე ვიწყებ დამატებითი სინტიპონის გამოტენვას.
Ау, я вижу, да, потом перезвоню. Შემდეგ ვიწყებ დამატებითი სინტიპონით გამოტენას ამ ყველაფრისას. დღეს არ ვიცხია 3. ჯერ მოგერ ჩამოდის 5-ში და ეხა მირეკავ და გავუთიშე და მეთქი დღეს 5 ხო არ არის ხო. ხო და კერო მართლა ხარისხიანად რომ თქვენი პატარები არ შეწუხდნენ, თქვენ არ შეწუხდეთ, მე ალექსანდრა როცა პატარა მყავდა და ერთი ქსოვილით შევკერე, ის სინტიპონი გამოდიოდა და ძალიან აწუხებდა ალექსანდრას ხვირს, ანუ ყველა ვარიანტში გამოდის. ანუ ერთი ქსოვილით თუ იკერება, ყველა ვარიანტში გამოდის. ანუ ერთი ქსოვილით კერვა ხო ხარჯია და რა თქმა უნდა გიღირს რომ კიდე რაღაცა დაამატო და ამ ფასად გავყიდო. მე ვკერა 2 ქსოვილით და არ ვზოგავ სინტიპონს, თვითონ გამოსატენ სინტიპონს, რომ არ მინდა რაღაცა მიგდებული ბალიშები იყოს. ბალიში უნდა იყოს ლამაზი, ფორმას უნდა იჭერდეს და ლამაზად უნდა ჯდებოდეს ლოგინში. ამიტომ შანსი არ არის, ეკონომიას არ ვაკეთებ და ამის გამო შედარებით იქ რაღაცა 10-20 ლარით შედარებით ძვირი ღირს. ეს ყველაფერი. რაც შეეხება საკიდებს. საკიდები ყველგან 25 ლარი ღირს, ერთგან შევხვდა Facebook-ზე გოგოს ედო, მაგრამ აკეთებ და ხით, შეღებილი ხით, მე არ ვაკეთებ შეღებილი ხით, გამორიცხულია, ორჯერ მაქვს გაკეთებული და ზუსტად რო ვიცი რაც არის, არ არსებობს, მე მოგწოდაში ფეხს არ ჩავდგავ და მე არ გავაკეთებ მაგით საკიდებს. ვაკეთებ სილიკონით, ვაკეთებ სპეციალური კვანძებით, ეს ყველაფერი ვისწავლე. და ვაკეთებ სპეციალური კვანძებით, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული. ანუ თქვენივე პატარების უსაფრთხოება, იმიტომ რომ პატარები არიან ოხრები, იცით ძალიან კარგად. და ვუკეთებ ხოლმე რამოდენიმე კვანძს, რომ ამის დაშლა ყველანაირად ესეთი იყოს შანსი დაბალი. ამიტომ როცა ვიცი რას ვაკეთებ, მე ვერ გავყიდი 10 ლარად, 20 ლარად, ანუ გამორიცხულია, შანსი არ არის. ამიტომ არ ვიცი, გადახედეთ და თქვენ მიხთ ქსოვილები, რაც შეეხება ქსოვილებს, ახლა უკვე всё, აღარ მოქვს ბელორუსული ქსოვილები. მაგრამ რა თქმა უნდა, ხო ეს ყველაფერი ჩემთვის ისევ ხელმისაწვდომია, ისევ თანამშრომლობა მაღაზიასთან, უბრალოდ ახლა ის მაღაზია გადავიდა სხვაგან და როცა მე ვთანამშრომლობ მათთან, ისინი ყველაფერს მიჭრიან, მიმზადებენ და მე ჩემი მეგობრები რომელიმე ან პალინა, ან ირა, ან მარინა, ან ლენა აღარ ცხოვრობს სამწუხაროდ თვითონ მინსკში და ამიტომ ეხა ამ გოგოებს ევალებათ ხოლმე ეს ყველაფერი რომ გამომიგზავნონ. ესეც ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული, ხო? თქვენ თუ გინდათ საუკეთესო და განსხვავებული ქსოვილი ჩეკერილი თქვენი პატარასთვის, რა თქმა უნდა ეს მე ხარჯი მიჯდება, ხო? ყველაზე ცოტა მაგის გამოგზავნა 90 ლარამდე ჯდება, ამ ქსოვილების გამოგზავნა 90 ლარამდე ჯდება და რა თქმა უნდა, ხო, მე ანუ ვერ გავყიდი 40 ლარად, არ რანაირად ყიდიან, სულ მაგას რანაირად ყიდიან კონვერტებს 40 ლარად, აი მართლა ვერ ხვდები. უпростоრად ვხვდები, შემიძლია აი აქ დავტოვო ფოტოები, მაგრამ არ არის ტიპი, ის საზისღარი ტიპი, რომელიც იტყვის, რომ ნახეთ, იმის შეკერილი რას გავს და ჩემი შეკერილი რას გავს, ანუ არა, ამას არ გავაკეთებ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ და ხას ვუსვამ, რომ ვიცი რას ვაკეთებ, ვიცი როგორ ვკერავ, ბუჯდაროვა, ჯანმრთელობა შულვაგერ ჯანმრთელობა დაამტკიცა ალექსანდრამ. ამიტომ მე ასე მიღირს და თქვენ თუ გინდათ შეიძინეთ თუ არა და ძალიან გთხოვთ ზოგ-ზოგი ერთები ჩემს გამოწერებზე არ მოხს მაინც და მაინც საუბარი. ვაიმე ერთი წერდა იქ 40 ლარი ღირს და თქვენთან რანაირად ღირს 100 ლარი, იმიტომ რომ ჩემთან ღირს 100 ლარი. შეგიძლია შეიძინე, შეგიძლია არ შეიძინო. ანუ რა ვქნა, მე ასე მიღირს ხო და იქიდან 30 ლარი სიტყვაზე ვთქვათ, ჩემი ხელობა და ჩემი მოგება თუ მრჩება, ანუ ხა არ უნდა ვამბობდე და ასე არ უნდა ჩაუხმავდე ამ ყველაფერს, მაგრამ მინდა გესმოდეთ, რომ მაგ მილიონებზე არ არის საუბარი, საერთოდ არ არის მილიონებზე საუბარი. მე წავალ ახლა, დავლებ ჩემს ყავას, მოვიფერები ალექსანდრუშკას, რომელიც იქით ოთახში არის და რაღაცა იმდენს აცემინებს, რომ აი არ ვიცი ხდება. წელერთი მივხედავ. გოცნით ყველას ძალიან ბევრს და შევხვდებით შემდეგ ვლოგში. Пока-пока.